ასრულებაზე მომწამვლელი ბევრი არაფერი არ არსებობს დედამიწაზე. ოლიმპიური ჩემპიონი გახდაო, საბერძნეთშიო ტიპიო და დედამისი იმ ღამეს ლოცულობდა და ზევს ეხვეწებოდა წაიყვანეო ჩემი შვილი. იმიტომ რომ ის ოლიმპიური ჩემპიონი არის ამაღამ და ხვალ იქნება გუშინდელი ჩემპიონი და ზეგ იქნება გუშინწინდელი ჩემპიონი და ამიტომ შენ უნდა წახვიდე რომ დარჩე. შენ თუ ბედნიერებას მისდევ მასლოს ენით ეს არის მეოთხე საფეხური, შენ ვერ ახვალ მეხუთე საფეხურზე, რომელიც არის თვითრეალიზაცია. იმიტომ რომ ბედნიერება მატყუ არ არის. იმიტომ რომ და ბედნიერებაში არ არის ბოლო. ბედნიერებაში არ არის წერტილი, რომ იმის მერე აღარ არის ბედნიერება. მით უმეტეს. ბირკინის ჩანთა 10,000 ევროიანი თუ 40-იანიც გამოვიდა. მიხდით? ამიტომ და მეზობელმა უკვე იყიდა. ხდებით? ხო. თორე რო არ ეყიდა ვიტყოდი რომ რა დებილობა ამაში როგორ მივცემთ 40, მაგრამ თუ მეზობელმა იყიდა მაშინ მიხდით? რა ხო მამარდაშვილი კიდევ უფრო ამაზად ხსნის მაგას ის ამოს რომ ბედნიერება არ იძლევა გარანტიას რომ მისი შემდეგი წამიც იქნება ბედნიერი. იმიტომ რომ ბედნიერების შემდეგი წამი შეიძლება იყოს უბედურება, ანუ ბედნიერება არ არის მარადიული. მაშინ მარადიული კატეგორია არ არის ბედნიერება და მაშინ მე არ ვეძებ ბედნიერებას, მე ვეძებ მარადიულ კატეგორიას და მარადიული კატეგორია გეტყვით რა არის? გავიგე არის მარადიული კატეგორია. იმიტომ რომ თუ მე ერთხელ გავიგე, ის გავიგე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ცნება ბედნიერება, ცნება სურვილის დაკმაყოფილება და მე ანდრო გარანტიას გაძლევთ რომ თქვენ თუ ახლო დისტანციიდან დაუკვირდებით მაგ ცნებებს სამივე შეგზიზღდებათ. იმიტომ რომ თქვენ მიხვდებით რომ სურვილის ასრულებაზე მომწამვლელი ბევრი არაფერი არ არსებობს დედამიწაზე. ოლიმპიური ჩემპიონი გახდაო, საბერძნეთშიო ტიპიო და დედამისი იმ ღამეს ლოცულობდა და ზევს ეხვეწებოდა წაიყვანეო ჩემი შვილი.